საქართველოს ტერიტორია შეადგენს 69,700 კვადრატულ კილომეტრს, ხოლო მისი მოსახლეობა 4,5 მილიონი ადამიანია. საქართველოს სახელმწიფო შედგება აფხაზეთის, აჭარის, გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოს, სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის და ქართლის რეგიონებისგან. საქართველოს დედაქალაქია თბილისი. საქართველოში ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენლები: ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, რუსები, ოსები, იეზიდები, ბერძნები, ქისტები, უკრაინელები. საქართველო წლების განმავლობაში რუსეთის მიერ იყო ანექსირებული. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. თუმცა მან მალევე დაკარგა დამოუკიდებლობა და გახდა საბჭოთა კავშირის შემადგენელი ქვეყანა. საბოლოოდ 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. 1995 წლის 24 აგვისტოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოში ქართული სახელმწიფო ენაა. საქართველოს სახელმწიფოს გააჩნია საკუთარი გერბი, ჰიმნი, დროშა და ფულის ერთეული ლარი. საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს 26 მაისს.